სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ხვალ ისტორიული დღე არის. ხვალ მოხდება გამორჩევა მომავალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა, ჩვენი ეკლესიის ახალი საჭადრაკობელისა. ბევრი საუბრები იყო ამ დღეებში. ზოგი ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ ცილებელი არის თუ არა დიპლომები, ესა თუ ის მთავარი ფეხით დადის თუ ავტობუსით თუ სხვა რაიმე საშუალებებით. ჩვენ ყველას კიდევ ერთხელ შევახსენებთ ეკლესიის მინდა მამებთან ერთად, რომ მთავარი კრიტერიუმი და გამსაზღვრელი იმისა თუ როგორი უნდა იყოს სასულიერო პირის, კრემამბუდელი ეპისკოპოსი და მით უფრო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და საერთოდ პატრიარქი. მთავარი კრიტერიუმები არის, როგორც თქვენ ისმენთ წმინდა ლიტურგიაში, მართლმკეთელობა სიტყვისა ჭეშმარიტებისა. ანუ მართალი სარწმუნოების აღწერებლობა და ქადაგება. და მეორე, ზნეობა და კეთილგონიერება. ეს არის განსაკუთრებული და ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები, რაც უნდა ახასიათებდეს პატრიარქს, სასულიერო პირს საერთოდ. და მე მინდა თქვენთან ერთად უსურვო მას, რომელიც იქნება გამორჩეული წმინდა სინოდის მიერ მომავალ პატრიარქს, ჩვენი ლოცვებით, თანადგომით, ღვთისნებით და განგებულებით, რომ ორივე ამ უმთავრესი საზომის დამაკმაყოფილებელი ყოფილიყოს. ჩვენ ბუნებრივია, რომ ყოველთვის ვიქნებით ასეთი პატრიარქის გვერდით. წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი, სასულიერო მთავრობათა სიმაღლე. მთავრობა არის არა ოდენ ღირსება, არამედ ხელოვნებაც, თანაც ყველა ხელოვნებაზე აღმატებული. თუ სამოქალაქო მთავრობა ყველა ხელოვნებასა და ცოდნაზე მაღლა დგას, ეს მით უფრო ითქმის სასულიერო მთავრობას, რომელიც იმდენად აღემატება სამოქალაქოს, რამდენადაც ეს უკანასკნელი სჯობნის ყველა სხვა საერო ხელოვნებას, გაცილებით მეტადაც კი. არის სხვა სამოქალაქო ხელისუფლებაზე გაცილებით აღმატებული მთავრობაც. ეს არის ღმრთის ეკლესიაში არსებული მთავრობა. მას ასევე ახსენებდა პავლე მოციქული. დაემორჩილენით წინამძღვართა თქვენთა და ერჩდით მათ, რამე თუ იგინი იღწვიან სულთა თქვენთათვის, ვითარცა იგი სიტყვაი მისცენ. ეს მთავრობა იმდენად მაღლა დგას სამოქალაქოზე, რამდენადაც ზეცა არის დაშორებული დედამიწას. გაცილებით მეტადაც კი, მისი უპირველესი მიზანი არის არა ჩადენილი ცოდვებისათვის დასჯა, არამედ ცოდვათა ჩადენის არ დაშვება. და თუ კი ეს მაინც მოხდა, ცდილობს არა შემწოდებელის განკვეთას, არამედ მისგან ცოდვათა აღმოფხვრას. საეკლესიო მთავრობა ყოფითი საკითხებით ნაკლებად არის დაკავებული. მისი მთელი გულისყური მიმართულია ზეციურზე, ზრუნვისაკენ. ჩვენი მოქალაქეობაი ცათა შინა არს, სადაც ჩვენი იქაური ცხოვრება დაფარულ არს ქრისტეთურთ და ღმრთისათანა. ჯილდოც იქ ზეცაში გვეგულება და იქაური გვირგვინებისათვის ვმოღვაწეობთ. გწამს ცხოვრება სიკვდილთან ერთად არ წყდება და მის შემდგომ კიდევ მეტად გაბრწყინდება. ამიტომ სასულიერო მთავრობა არა ოდენ ქალაქის მმართველთა, არამედ სამეფო გვირგვინით შემკულებთან შედარებითაც კი უდიდესი პატივით არის მოსილი. რადგან მისი მიზანია ადამიანების ამაღლება და უზენაესთან მათი თანაშეერთება.
მაგრამ სამოქალაქო და სასულიერო მმართველის თანამდებობაზე დროებით დადგინებული კარგად ხელმძღვანელობას ვერ შეძლებს თუ მანამდე არ ისწავლის საკუთარი თავის ჯეროვნად მართვას და ზედმიწევნით არ შეასრულებს სამოქალაქო და სასულიერო კანონებს. როგორც ბევრ შემთხვევაში მთავრობა არის ორგვარი, სამოქალაქო და სასულიერო, ისე თითოეული მიერ საკუთარი თავის მმართველობას ორგვარია. როგორც ემოთ აღვნიშნეთ, აქაც ვიმეორებთ. სასულიერო მთავრობა სამოქალაქოზე მაღლა დგას. ჩვენი მთავრობა ზრუნავს სულთა განსაკუთრებულად და განსაკურნებელად. რამდენადაც ერთმანეთისაგან განსხვავდება სული და მცენარე, ისე განსხვავდებიან სულებზე ზრუნველი და მცენარეთა მთავრობები. სულიერი ცხოვრების ხელმწიფება იმდენად აღემატება მიწიერი ყოფის ხელმწიფებას, რამდენადაც მონებზე მბრძანებლობას სჯობია თავისუფალი ადამიანების მართვა. სასულიერო მმართველობა ეთანადება ადამიანის ბუნებასაც. საერო მმართველობისას ყველაფერი კეთდება შიშით და აუცილებლობიდან გამომდინარე. სასულიერო მმართველობისას თავისუფალი ნებით და განსჯის საფუძველზე. სასულიერო მთავრობა სამოქალაქოს იმითაც აღემატება, რომ არის არა უბრალოდ მომწესრიგებელი, არამედ შეიძლება ითქვას მამობრივი ხელმწიფებით აღჭურვილი და მამობრივი სულგრძელებით აღბეჭდილი მთავრობა. სამოქალაქო მმართველის სიტყვებია, თუ იმრუშებ, სიკვდილით დაისჯები. ეს პირობითად ასე ახსენებს იმდროინდელი კანონმდებლობით ივანე ოქროპირი, თუმცა სხვა შემთხვევებშიდაც სასჯელები მეტად მკაცრი იყო მაშინაც და ეხლაც. სასულიერო კი გვაფრთხილებს. უდიდესი სასჯელი გემუქრება თუ გულის თქმითაც კი შეხედე ვინმეს. ეს სამჟოვრო უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, რადგან არა მხოლოდ ხორცის, არამედ სულის გამოსწორებას ემსახურება. ამიტომ რამდენადაც დიდი მანძილი ძევს სულსა და ხორცს შორის, იმდენად სასულიერო მთავრობა შორს დგას სამოქალაქოსგან. ეს უკანასკნელი განსჯის მხოლოდ ხილულ დანაშაულს და თანაც მხოლოდ მხილებულს ხშირად მათაც ჩქმალავს. სასულიერო სამჟავროზე კი პირიქით ხდება. დამსწრეთათვის იქ წინასწარ ცხადდება, რომ საჯულია ღმერთი, რომელიც გვამხელს მთელი სამყაროს წინაშე და ვისაც ვერაფერი დაემალება. საუბარია მომავალ საშინელ სამჟავროზე თითოეული ადამიანის სულისა. ამიტომაც ქრისტიანობა საერო კანონებზე უკეთესად აწესრიგებს ჩვენს ცხოვრებას. თუ კაცს თვალსაჩინო ცოდვებზე მეტად ფარულის ეშინია და ფხიზლობს, თუ უმცირესი დანაშაულისათვის პასუხგება მას უფრო განაწყობს სათნოების აღსასრულებლად, ვიდრე დიდი დანაშაულისათვის დასჯა. მაშინ ცხადია, ასეთი მთავრობა ყველა დანარჩენ მმართველობაზე მეტად განამტკიცებს ჩვენს ცხოვრებას. ახლა განვიხილოთ ისიც, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ მმართველის დადგინება და აქაც დაინახავ უდიდეს განსხვავებას. სასულიერო მმართველობა ეძლევა არა ამაში ფულის გადამხდელს, არამედ სამაგალითოდ მცხოვრებს. ამასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება დღესაც სადღაც ხდება ასეთი რამ, მაგრამ ეკლესია მკაცრად განაჩინებს ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არის უმძიმესი ცოდვა და უმკაცრესად ისჯება ასეთი პიროვნება. ამას ეწოდება სიმონია. ეს დაკავშირებულია ერთ შემთხვევასთან, რომლის შესახებაც ჩვენ ადრეც გვისაუბრია და შემდეგშიც ალბათ კიდევ გვექნება საუბარი. ახლა არ შევაჩერებ ამაზე თქვენს ყურადღებას. დადგინებული ადამიანი სასულიერო მთავრობას უერთდება არა კაცობრივი დიდებისათვის ან პირადი სიმშვიდისათვის, არამედ იმისათვის, რომ
იშრომოს და იღვაწოს მრავალთა სასარგებლოდ. ამიტომაც ეძლევა მას სული წმინდისაგან ზეგარდამო უდიდესი შემწეობა. რაც შეეხება საერო მთავრობას, იგი არსებობს მხოლოდ ბრძანების განსაცემად და მითითებებისათვის. რა ვაკეთოთ და რა ვიმოქმედოთ. სასულიერო კი თავად გვეხმარება ლოცვითა და მადლით. საერო მმართველობაში კი სიტყვა არავის დასწდება სულიერებაზე. არავინ ასწავლის რა არის სული, მშვიდობა, რა მოგველის სააქაო ცხოვრების შემდეგ. ხო, მშვიდობაზე კი საუბრობენ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მშვიდობაზეა საუბარი. სიტყვით მშვიდობაზე საუბრობენ, ხოლო შემდეგ რაკეტებს და ჭურვებს ისვრიან. სად გადავინაცვლებთ აქედან, როგორ შევიძინოთ სათნოება? საერო მმართველობაში მარტოოდენ აინტერესებთ მოლაპარაკებები, საქმიანი კავშირები, ფული, სულიერებაზე კი საერთოდ არავინ ზრუნავს. არადა ეკლესიაში მხოლოდ ამაზე საუბრობენ. ამიტომ ერთობ სამართლიანი იქნება ეკლესიას დაერქვას სამსჯავროც, საავადმყოფოც და სიბრძნის სკოლაც. ეწოდოს ადგილი, სადაც სული იწვრთნება და გამოცდილებით სწავლობს ზეცად ამაღლებას. იმას, რომ სასულიერო მთავრობა მიუხედავად მისი დიდი მომთხოვნელობისა, მაინც ყველაზე მშვიდია. შემდეგიდან შეიცნობა. სამოქალაქო მმართველი, როგორც კი მემრუშეს დაიჭერს, ყისვეს ჟის, მაგრამ ამას რა სიკეთე მოაქვს? ეს ნიშნავს არა მანკიერების ამოძირკვას, არამედ დასახიჩრებული სულის გარიყვას. ხოლო სასულიერო მმართველი დამნაშავის დასჯას არ ჩქარობს. იგი მისგან ვნების განდევნას ცდილობს და ამით თითქოს საერო მმართველობას მიმართავს. შენ კაცისათვის თითქოს თავის ტკივილის დაამებას კი არ ცდილობ, არამედ თავს აჭრი. მე მას ასე არ ვექცევი, თავად სნეულებას ვაშორებ. ასეთ ცოდვილს განვაყენებ წმინდა საიდუმლოებიდან და განვაგდებ წმინდა გალავანს იქით. როცა აღდგება, ცოდვათაგან განიწმინდება და სინანულის წყალობით გამოსწორდება, ისევ მივიდებ. კითხავ, შესაძლებელია კი მრუშობის სოდვის განგდება. სრულიად შესაძლებელია. თუ კაცი ეკლესიის კანონებს დაემორჩილება, რადგან ეკლესია არის სულიერი საბანელი, სადაც სინანულით ჩამოირიცხება არა ხორციელი, არამედ სულიერი სიბილწე. შენ საერო მმართველობა დამნაშავეს მეტად წაახდენს. თუ დაუსჯელს გაუშვებ, ან თუ დასჯი, მაგრამ არ უმკურნალებ. მათ მეც ვაგებინებ პასუხს, ოღონდ შენსავით არ ვსჯი. სასჯელსად ჩემი წესისამებრ ვადებ და მის მიერ უკვე ჩადენილსაც ვასწორებ. ქსურს მეტი შეიტყო, დამნაშავის თავზე მახვილის გაშიშვლებით, ცეცხლის ალმურის შიშით ვერავის განკურნავ. მე კი უამისოდაც სრულიად ვაჯანსაღებ დამნაშავეებს. მე არ მჭირდება სიტყვიერი მსჯელობა. სამგიეროდ მოწმეებად მომყავს მიწა, წყალი და თავად ადამიანური ბუნება. გამოიძიე, რას იქმოდა ადამიანი, როცა ჯერაც არ არსებობდა სასულიერო სამსჯავრო. მაშინ იმ სათნოებათა სახელებიც კი არავინ იცოდა, რომლებსაც დღეს აღასრულებენ. ვინ მიდიოდა მოწამებრივ სიკვდილზე, ვინ უგულებელს ყოფდა სიმდიდრეს, ვის ზულდა დიდება, ვინ გაექცა წუთისოფლის შფოთს და შეიყვარა უდაბნო დედა სიბრძნისა. მაშინ ვის გაეგონა ცნობილი სახელი ქალწულება, ეს ყოველივე და მრავალი სხვა იყო ამ სამსჯავროს უმნიშვნელოვანესი შედეგი, ამ მთავრობის ნამოღვაწარი. ხედავთ, რა ამ ყოველივეს და იცით, რომ სასულიერო მთავრობის ბოძებულია ჩვენი ცხოვრების ყველა სიკეთე, რომ მისი წყალობით ხდება მთელი მსოფლიოს გამოსწორება, იარეთ ხშირად ასეთ შეკრებებზე, ღვთის სიტყვის მოსასმენად
და სალოცავად. თუ ასე მოიქცევით და ზეციური სასუფეველი საკადრისად იცხოვრებთ, შეძლებთ აღთქმულ სიკეთეთა დამკვიდრებას. მადლითა და კაცთმოყვარეებთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომლისა არს დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. აი ასეთია იოანე ოქროპირის შეგონება. ეს არა მარტო ერის ადამიანებს ეხება ეს შეგონება, არამედ თითოეულ ჩვენთაგანს და განსაკუთრებით მათ, ვისაც უფრო და უფრო მაღალი იერარქიული საფეხურის დაკავება სურთ. აი რა უნდა იყოს კრიტერიუმი, საზომი სასულიერო მთავრობის სიმაღლისა. მერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ.